დავიბადე ახალგურის რაიონის სოფელ ყანჩევიჩი 91-92 წლებში დაიწყო ცხინვალში კონფლიქტი. რაც რა თქმა უნდა ჩემთან ახალგურთან ახლოა ეს რეგიონი. შესაბამისად განაპირობა ჩემი ჯარისკაცობა და სამხედროობა ქვეყანაში არსებული სიტუაცია. სახურის პერიოდში ამერიკელი სამხედროების მიერ მომზადდა ჩემი ქვედანაყოფი. ესენი იყვნენ მწვანე ბერეტები, რომლებიც ძალიან დიდი გამოცდილების მქონე სამხედროები იყვნენ, რამაც ჩვენ მოგცა საშუალება განვითარების, გაძლიერების. შესაბამისად როგორც მე სერჟანტმა გავიარე კურსები, როგორც საქართველოში, ისევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა ძალიან ბევრჯერ ნატოს წევრ ქვეყნების სამხედროებთან ურთიერთობა. დღეს ნატოს წევრი ქვეყნები არის ხელშეუხებელი სახელმწიფოები, ხელშეუხებელი ქვეყნები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალა არის ერთობაში და ამ ქვეყნებს აქვს გარანტია იმისა, რომ ესე ადვილად ვერავინ ვერ დაემუქრება ვერანაირი კონფლიქტი. შესაბამისად მათ აქვთ ძალიან ძლიერი სამხედრო სკოლები, როგორც ოფიცრების, ასევე ძალიან ძლიერი სკოლები აქვთ სერჟანტების განხრით. რაც ჩვენთვის, ჩვენი სერჟანტებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მოგცა ამ სკოლებმა, როდესაც ჰქონდა საშუალება, რომ სკოლებში მიგეღო შესაბამისი განათლება, უფრო მეტად განვითარებული იყავით, უფრო მეტად დარწმუნებულები ყოფილიყავით ჩვენ თავში. უშუალო განათლება მაქვს მიღებული საქართველოში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. გარდა ამისა მაქვს განათლება შეერთებულ შტატებში. ასევე მოგეხსენებათ, რომ დღეს სოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სერჟანტთა ინსტიტუტი ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს. პირველი მისია, სამშვიდობო მისია მომიწია 2004-2005 წლებში ერაყის რესპუბლიკაში. მომიწია იქ მე კიდევ მეორედ 2007-2008 წლის თებერვლამდე. შესაბამისად შემდეგ მომიწია ავღანეთში, ასევე ორჯერ სამშვიდობო მისიის შესრულება. 1998 წლიდან დღემდე თუ რამე კონფლიქტი ყოფილა საქართველოში და ნებისმიერ რეგიონში, საქართველოს რეგიონში მიმიღია მონაწილეობა. მაგრამ როგორც ყველა სხვა დანარჩენი სამხედროებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი მონაწილეობის მიღება როგორც 2004-ში სამაჩაბლოს რეგიონში, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში. მაგ დროისთვის გახდით მე მესამე ქვეითი ბრიგადის სერჟანტი. მოწინავე ბატალიონი იყო მაშინ 31 ბატალიონი. მიყავი ამ ბატალიონთან ერთად და ერთ-ერთ საჰაერო იერიშის დროს დაგვიღუპა ერთდროულად სამი სამხედრო მოსამსახური, სამი ჯარისკაცი. და ასევე ყავდა დაჭრილები და გვინდოდა ამ დაჭრილების გამოყვანა, მაგრამ ამ ავიაციის იერიშებიდან და საარტილერიო ცეცხლის გამო გვიჭირდა ამ ზონაში შესვლა და მაქსიმალურად ცდილობდით, გვინდოდა, წვალობდით, რომ რამენაირად ეს დაჭრილები ჯერ მაინც გამოგვეყანა. ის ბევრი წვალების შემდეგ შევძელით და ეს ხალხი გამოვიყვანეთ. დღეს ვარ ეროვნულთა დაცვის აკადემიის მთავარი სერჟანტი, რაც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღირებული და ძალიან ღირსეული, იმიტომ რომ მთელი ეს ჩემი გამოცდილება ამ წლების განმავლობაში დავაგროვე, მოვახმარო ოფიცრებს, ახალგაზრდა ლეიტენანტებს, რომლებიც ემზადებიან, სწავლობენ, იზრდებიან, რომ ემსახურონ საქართველოს შრალ ძალებს და იყვნენ წარმატებული ოფიცრები. ეროვნულთა დაცვის აკადემიაში სერჟანტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბატონი იმკერებთან ჩვენ გვიწევს ძალიან ხშირი ურთიერთობა თითქმის 24 საათის განმავლობაში. ვცდილობთ მაქსიმალურად რომ მივცეთ კარგი მაგალითი, ღირსეული მაგალითი იმისთვის, რომ ამ 4 წლის განმავლობაში რასაც ის აქ სწავლობს, შესაბამისი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ის გახდება ოფიცერი და წავა საბრძოლო ქვედანაყოფში, მას უკვე არ გაუჭირდეს სერჟანტთან, ჯარისკაცთან ურთიერთობა, რომელიც მას საბრძოლო ქვედანაყოფში დახვდება. როდესაც მაქვს თავისუფალი დრო, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სამსახურში გავატარო ბატონ იუნკერებთან, ჩემს სერჟანტებთან, პირად შემადგენლობასთან
ვითამაშო ბილიარდი, ვითამაშო ბაგეთის ჩოგბურთი, მაქსიმალურად რაც შეიძლება უფრო ახლო ვიყოთ ერთმანეთთან, უფრო მეტად გახსნილები ვიყოთ, მოვუყვეთ ერთმანეთს სასქარულო ამბები, გავუზიაროთ ერთმანეთს თუ რამე ისეთი სევდა გვაქვს, გულისდგევილი გვაქვს.